რა არის კაცისთვის მიუღებელი? მოგესალმებით, ძვირფასებო. მინდა დღეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილო თქვენთან. კომენტარი მომევიდა ძალიან საინტერესო. ასეთი სიტყვებით, რა არის კაცისათვის მიუღებელი? ჩვენ ვისაუბრეთ თუ თვითონ ქალები როგორ უნდა იქცეოდნენ, როდესაც მამაკაცი არის უხეში, გაღიზიანებულია და ასე შემდეგ. მაგრამ რადგან კომენტარი მომწერეთ, მინდა განვიხილოთ ეს საკითხიც. ზოგადად თითქმის მსგავსი სცენარია. კაცი იქნება უხეში თუ ქალი იქნება უხეში, რამოდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული ეს. როგორც კაცის შემთხვევაში, იგივე ქალის შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს მისი ბავშვობა, ოჯახი, სადაც იზრდებოდა, როგორი მანერები ჰქონდათ მშობლებს, თვითონ რა პროგრამები გამოყვა, რო იტყვიან ესეთი ფსიქოლოგიური, ფსიქიკური პროგრამები. ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს, როგორც მამაკაცზე, ასევე ქალებზე. იმიტომ რომ ადამიანია, მართალია, ბუნებით ცოტა განსხვავდებით ქალები და კაცები, მაგრამ ზოგადად ძირითადი უფრო მეტი საერთო გვაქვს. რატომ შეიძლება იყოს ქალი უხეში ოჯახში? ამას რამოდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება მიზეზები ბევრი იყოს, მაგრამ დღეს შევეხოთ იგივე მსგავს მიზეზებს, რაც მანამ კაცის შესახებ აღვწერეთ. ძირითადად ქალის გაღიზიანებულობა და უხეშობა შეიძლება გამოიწვიოს ემოციურმა გადაღლამ. კაცისგან უყურადღებობა მაგალითად, რომ საკმარის ყურადღებას არ აქცევს ოჯახში. შეიძლება ძალიან არის დატვირთული სახლის საქმეებით, აქვს ძალიან ბევრი, ვთქვათ, საზრუნავი, რუტინა და როდესაც კაცთან ურთიერთობა უწევს შემდეგ, გარკვეულწილად იყოს გაღიზიანებული, დამძიმებული. შეიძლება იყოს ასევე ემოციური პრობლემები. ჰქონდეს, ვთქვათ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემები. ესეც იწვევდეს, რო იტყვიან ფარულ ზეგავლენას, იყოს, ვთქვათ, რაღაც ჯანმრთელობა, ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს და ძალიან ესე აშკარად არ ვლინდებოდეს, ხო, შესაძლოა გარკვეული დეპრესია ჰქონდეს, გარკვეული ესეთი შინაგანი მდგომარეობა, რაც შეიძლება იწვევდეს მის უხეშობას და გაღიზიანებულობას. აუცილებელია საუბარი ოჯახში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, თუ ქალია ასეთ მდგომარეობაში, რომ კაცისგან იღებს ესეთ უხეშ დამოკიდებულებას, შეგვიძლია როლები შევცვალოთ და თუ ქალი ავლენს ასეთ თვისებებს, რა თქმა უნდა, კაცმა უნდა აიღოს ინიციატივა და გაარკვიოს, რა იწვევს მასში ასეთ მდგომარეობას. მაგრამ ასევე ისიც შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ზოგს უკვე ბუნებაში აქვს ჩამოყალიბებული, ანუ ასეთი თვისებების მატარებელია ზოგადად. რადგან არ მისცეს კარგი მაგალითი, ვთქვათ, სადაც აღიზარდა, ვერ დაინახა, რო იტყვიან ეს საჭიროებები და ბუნების მომენტია რა, ბუნებრივად ავლენს ასეთ ხასიათს. რა თქმა უნდა, ასეთი ურთიერთობა ოჯახში იწვევს შემდეგ კონფლიქტებს, გაუგებრობას, უთანხმოებას და ზოგიერთ შემთხვევაში გაყრამდეც კი შეიძლება მივიდეს ოჯახი. რო დავფიქრდეთ, ყველაზე მიუღებელი კაცისთვის რა არის, ძირითადი კითხვის არსი რაც არის, ვთქვათ, კომენტარში რომ მომწერეთ, კაცისთვის მიუღებელია ქალისგან უპატივცემულობა. ანუ როდესაც ქალი ავლენს ესეთ რაღაც უხეშად ელაპარაკება, ან რაღაც შედარებებს ახდენს, რომ ვთქვათ, ვინმე მაგალითად, ან თანამშრომელი ყავს, სადაც მუშაობს, რომ იცი აი რა კარგი კაცია, ცოლზე როგორ ზრუნავს, იმ დღეს ყვავილები მოართვა. აი ესეთი საქციელი შემდეგ მამაკაცში იწვევს რაღაცნაირად ისეთ შეგრძნებას, თითქოს
ვერ აკმაყოფილებს ამ ქალის მოთხოვნებს, აი ცხოვრების შეულს და მეტად უფრო დისტანცირებული ხდება ქალისგან. ძალიან ცუდია თუ ქალი ხშირად აკრიტიკებს ქმარს, რომ ისეთი ხარ, ასეთი ხარ, ან ყველაზე ცუდი არის თუ თავის ოჯახის წევრებს ადარებს, აი მამა ჩემი ასე იქცეოდა, დედა ჩემს ასე ექცეოდა და სულ მუდამ კრიტიკაშია. კაცი ამ დროს გრძნობს უფრო მეტ გაუცხოებას, მეტი დისტანცირება ხდება ამ ქალთან და ბუნებრივია უკვე იმდენ ყურადღებას და მზრუნველობას ვეღარ იჩენს და შესაბამისად ქალიც უფრო გაღიზიანებულია და ეს უკან უბრუნდება და მაგიტო შემდეგ ავლენს აი ამ თვისებებს ქმრის მიმართ, რომ სულ მუდამ კრიტიკაშია. ქმრისთვის მიუღებელია ასეთი კრიტიკა, თუ რაღაცის გამოსწორება უნდა ქალს ქმარში, ეს უნდა იყოს მეგობრულ ტონში და აუცილებელი არის, რომ რაღაცნაირად სითბო გამოავლინოს ქმართან, ესაუბროს თუ ეს პრობლემა აქვს. ასევე ქმარიც, რა თქმა უნდა ითვალისწინებდეს ქალი რატომ არის ასეთ მდგომარეობაში. თუ ხედავს, რომ თქვათ გადაღლილია დაეხმაროს, რამე რჩევა მისცეს, რომ თქვათ ძალიან ბევრს ნუიღებს თავის თავზე, ან მაგალითად ერთად გააკეთონ საოჯახო საქმეები, თუ მარტო კინა უჭირს. ასე რომ ეს კომუნიკაცია აუცილებელი არის, რომ საუბრით გვარდებოდეს. სხვანაირად მხოლოდ იშვიათად და ზოგიერთხელ რაღაც კომპლიმენტი უთხრა საკმარისი არ არის ოჯახში, რომ იყოს ბედნიერი თანაცხოვრება. ძირითადად შეგვიძლია ჩვენ თეოლოგიიდან გავიხსენოთ ის მაგალითი, კაცი როგორ გრძნობს თავს, როდესაც ასეთ ცოლთან ერთად ცხოვრობს. იქ არის ასეთი საინტერესო აზრი, რომ ან ჩხლდედა კაცთან ცხოვრებას სახურავზე, ანუ სხვენზე ცხოვრება ჯობიაო. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ კაცი მუდამ უკვე არის თავდაცვაზე გადასული და უნდა რაც შეიძლება გაექცეს ასეთ ქალთან ურთიერთობას და სხვენზე ცხოვრება ურჩევნია სიწყნარეში, ვიდრე აი სულ მუდამ კონფლიქტში, კრიტიკაში და ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდეს სახლში. შემდეგ, როდესაც კაცი ვეღარ გრძნობს ქალის პატივისცემას, უკვე ეძებს სხვა გზებს. შეიძლება თვითონ არ ეძებდეს, მაგრამ გარემო ფაქტორები ისე განვითარდეს, რომ სხვაში დაინახოს. უკეთესი თვისებები, უფრო ვთქვათ, სხვა უფრო ყურადღებით ეპყრობა ან სამსახურში, ან სამეგობრო წრეში და რაღაცნაირად კიდევ უფრო ერთიორად უნელდება თავის ცოლის მიმართ აი ეს გრძნობა. ამიტომ კამათით, კინკლაობით, უხეში საუბრით და აი ესეთი მიდგომებით კარგი არაფერი არ მოყვება, ალბათ ბევრს აგვაქვს გამოცდილება ცხოვრებისეული, რომ არც მამაკაცის უხეშობას მოსდევს კარგი შედეგები და რა თქმა უნდა, არც ქალის აი ესეთ დამოკიდებულებას. ჩვენ ვიმყოფებით როგორ პერიოდში. იყო, თქვათ, ძველი ისტორიული მაგალითები, კიდაც თეოლოგიური მაგალითები, სადაც კაცს უფრო რაღაცნაირად მაღალი მდგომარეობა ეკავა, თქვათ, აღმოსავლეთ კულტურაში დღეს ისევ ის ძველი ტრადიციები და ყაიდაა, რომ სადაც კაცის მიმართ წარმოუდგენელია უხეში საქციელი, კაცები საერთოდ ზოგადად აღმოსავლეთში შეიძლება სუფრაზეც კი არ მიიწვიონ ქალები და რა თქმა უნდა ჩვენი გადასახედიდან არ არის ასეთი დამოკიდებულებაც სწორი, რომ თითქოს ქალს ძალიან ასეთი დაბალი საფეხური ეკავს. მაგრამ უფრო განვითარებულ ქვეყნებში, უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში მეტი დომინაცია წამოვიდა, თითქოს ქალებს მეტი გზა გაეხსნა სამსახურებისკენ, თანამდებობებისკენ, ბიზნესში მონაწილეობენ და ამაში
თითქოს ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვეს ქალებმა დღევანდელ მსოფლიოში, უფრო მეტი პრობლემები შეიქმნა ოჯახურ თანაცხოვრებაში. რა თქმა უნდა, თავისუფლება ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეს, ეს თავისუფლება უნდა იყოს რაღაც გარკვეულ ფარგლებში. ანუ თავისი დისციპლინა უნდა გქონდეს, ხო? ზღვარს არ უნდა გადადიოდეს. ანუ ჩემი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვისი უფლებები იწყება, ხო? ეს არის ნორმალური ურთიერთობა. და კაცმაც უნდა დაიცვას ეს პრინციპი, რომ სხვისი უფლებები არ შეელახოს და ასევე რა თქმა უნდა ქალმაც. თუმცა ბიბლიური პრინციპი, ვთქვათ, ქრისტიანული პრინციპი გვასწავლის, რომ ქალი უნდა აღიარებდეს მამაკაცს როგორც ოჯახის თავს და ხელმძღვანელად უნდა აღიარებდეს. ეს კიდევ გავმეორდები, რომ იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე უფრო უმფროსია. ასეთი სტრუქტურა შექმნა თავად ღმერთმა, რომ კაცი ხელმძღვანელობს ოჯახზე და ავლენს თვითგანწირულ სიყვარულს. და ქალი ემორჩილება სიყვარულით, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი ადამიანი ღმერთს რატო ვემორჩილებით, რომ გვიყვარს, ხო? შიშის გამო ხარ ვემორჩილებით ღმერთს. იმიტომ ვემორჩილებით, რომ გვიყვარს და ვგრძნობთ, რომ ზრუნავს ჩვენზე. ჩვენ საჭიროებებზე გვაძლევს სიცოცხლეს, გვაძლევს საკვებს, ყველაფერს სილამაზეს, ჰარმონიას და რა თქმა უნდა, უფრო მეტი სიყვარული აგვძრავს, რომ მისი მორჩილები ვიყვეთ და ის კანონები და პრინციპები, რომელიც საფრთხო წერილში წერია, ეს სიამოვნებით შევასრულოთ და არა ნაძალადებად და შიშის ზეგავლენის ქვეშ. ასეთი მიდგომა უნდა იყოს ოჯახშიც. ქმარი არ უნდა იყოს დესპოტი და ქალს იძულებით არ უნდა უწევდეს რაღაცების გაკეთება. ეს უნდა ხდებოდეს სიყვარულით და რა თქმა უნდა, ქალისთვისაც უფრო კარგი ატმოსფეროა, ქმართან ურთიერთობაც უფრო ადვილია და თუ ეს ბალანსი, ანუ ორივენი ითვალისწინებენ აი ამ სიყვარულის მთავარ პრინციპებს, არც ქალი არ იქნება უხეში და არც მამაკაცი. ძალიან ბევრი პრობლემებია დღევანდელ მსოფლიოში, რაც ოჯახურ თანაცხოვრებას ეხება. უკვე ფაქტიურად იმდენად არის გართულებული და გაფუჭებული ცოლქმრული ურთიერთობებით და ვინც ჯერ ოჯახი არ შექმნა, აი ამ მაგალითებზე, რომ ხედავენ, რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი წვილი ეყრება ერთმანეთს, ძალიან ბევრი სტრესში ცხოვრობს, უსიყვარულოდ, პატივისცემის გარეშე, უკვე ძალიან ცუდ მაგალითს და პრეცედენტი იქნება, რომ ამ მაგალითების გამო ძალიან ბევრი თავს იკავებს, რომ ოჯახის შექმნას და იცხოვროს ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით. მინდა მოგიყვანოთ ერთი სტატისტიკა, მაგალითად, სამხრეთ კორეა არის ძალიან განვითარებული, ძალიან ბევრი აზიური ქვეყნებისთვის სამაგალითო, ჩინეთიდან მოყოლებული და მის ირგვლივ ქვეყნები ის რო იტყვიან იდეალივით არის, მაგრამ სტატისტიკურად 1000 ადამიანში სულ 5 ქორწინებაა, როცა უნდა იყოს მინიმუმ 500. და ამ 5 ქორწინებაში სულ 2 წყვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ შვილები ჰყავდეთ. ხო წარმოგიდგენიათ, 1000 კაცზე 2 ან 3 ბავშვი შეიძლება იბადებოდეს. საიდან მოდის ეს ტენდენცია? ეს არის ძველი მაგალითები, რომ ოჯახები მყარი არ არის და ინგრევა. ხედავენ ბევრი ქალი, რომ ხედავს, რომ ვთქვათ, რო გადადგას ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად რაღაც თავისუფლება დაეკარგება და ეს პრინციპში ასეც არის, როდესაც ქალი თხოვდება, მას ესმის, რომ გარკვეულწილად რაღაც უფრო ნაკლები თავისუფლება ექნება, ანუ უკვე გარკვეული მორჩილებაც უნდა გამოავლინოს თავისი მეუღლის მიმართ.
მისი გადაწყვეტილებები გაითვალისწინოს და ასე შემდეგ. ასე რომ თუ ქალი მზად არ არის, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მაშინ ჯობია, რომ თავი შეიკავოს და ესეთ ტკივილით ცხოვრებას ჯობია საერთოდ თავისუფლად იყო და შენი ცხოვრება შენ თვითონ წარმართო. თავისუფლების ფუნდამენტი რა არის? თავისუფლება ის არის, როდესაც იმას აკეთებ, რაც გინდა. მაგრამ როდესაც უკვე გადაწყვეტილებას იღებ, რომ ორი ადამიანი ერთად გადაწყვეტავს, რომ იცხოვრონ, რასაც უკვე ოჯახი ქვია, ბუნებრივია, ეგ თავისუფლება გარკვეულწილად ნახევრდება. ანუ ყველაფერს ისე ვეღარ გავაკეთებთ, როგორც ჩვენ მოგწონს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი აგრესიით ჩვენ ოჯახი უფრო უკეთესი არ გახდება. გასაგებია, შეიძლება იყოს პრობლემები, ქალს აღიზიანებდეს რაღაც საკითხები, ან ისეთი წარმოდგენა, როგორიც ჰქონდა თავის მომავალ მეუღლეზე, თანაცხოვრების პერიოდში აღმოაჩინოს, რომ ისეთი იდეალური არ ყოფილა, როგორიც მანამ ეგონა. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ სრულყოფილება ერთმანეთში, ჩვენ უნდა ვეძებოთ სიყვარული, პატივისცემა და ამ ჩვენ შეცდომებს გადაფარავს ეს ორი თვისება. ასე რომ ძვირფასებო, ქალი რა თქმა უნდა ეძებს ბედნიერებას და სიყვარულს, მაგრამ ვერავის ვერ აიძულებ ვერც სიყვარულს, ვერც პატივისცემას, თუ თავად შენც არ გამოავლენ აი ამ თვისებებს. კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, ქალი რატო შეიძლება იყოს უხეში, ეს არის მისი ფიზიოლოგია. ქალებს კარგად გესმით, რომ არის რაღაც ციკლები, პერიოდი, როდესაც ქალი უფრო ემოციურია, ფაქტიურად წმინდა წერილებში შედარებულია როგორც ავანტყოფობა, ეს ციკლი, ეგ პერიოდი. ამიტომ კაცი, რა თქმა უნდა, როდესაც ხედავს, რომ ქალი გაღიზიანებულია და თუ იცის, რომ ამ მდგომარეობაშია, უფრო მეტად მომთმენი უნდა იყოს და უფრო მეტად უნდა გაუგოს და მხარი დაუჭიროს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბუნების ნაწილი, რომ თითქოს რახან სუდათავარ ვიყო ესეთი, რომ იტყვიან ანჩხლი, კრიტიკული და მამაკაცისთვის გაუსაძლისი გახდეს, რომ იტყვიან იმ გარემოში ცხოვრება. უნდა დავაფასოთ ერთმანეთი, როგორც ქალმა, ისე კაცმა. ცოლ-ქმარი უნდა ავლენდეს დიდ პატივისცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნეგატივი თანდათან უფრო გროვდება, უფრო რთული ხდება ამ პრობლემების მოგვარება და რაც უფრო ადრეულ ეტაპზე, რო იტყვიან, იმსჯელებენ და გაუგებენ ერთმანეთს, გამოავლენენ სიყვარულს და გაარკვევენ თუ რა იწვევს ამა თუ იმ პრობლემას ოჯახში. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნება შემდეგ ცხოვრების გაგრძელება. ვფიქრობ, ამ მოკლე დროში საკმარისი არგუმენტები მოვიყვანე, თუ რა შეიძლება იყოს კაცისთვის მიუღებელი და რატო შეიძლება ქალი იქცეოდეს ასე. ასევე აღნიშნე გამოსავალი, რომ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის გრძნობები, უნდა ვეცადოთ, რომ არ გავაღიზიანოთ ერთმანეთი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ იყოს უფრო კარგი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება მოყვეს აი ამ ყველაფერს. თუ საინტერესო იყო ძვირფასებო თქვენთვის ეს საუბარი, ეს თემა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მას ეს ინფორმაცია, ეს ვიდეო ჩანაწერი, ვისაც მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს და დამხმარე. მე კი დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.